სახელითა მამისათა და ძისათა და სული საწმინდისათა. აღალ ყოვლადუსამდელოესო, მეუფეო, პატიოსანო მამანო, ძმარო და დანო, გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, გილოცავთ ბრწყინვალე სამშაბათს, რომელიც თქვენ იცით, მთელი ეს კვირა აღდგომის ტოლფასია და გილოცავთ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულს, რომლის სახელზეც არის აშენებული ეს შესანიშნავი ტაძარი და განსაკუთრებით გილოცავთ ყველას, ვინც ამ ტაძარში მოღვაწეობთ, მამაშიო, ვინც მსახურობს, გალობს, ლოცულობს, ახშენებლებს და შემომწირველებს ამ ტაძრისა, ყველას განსაკუთრებით გილოცავთ. ჩვენ დიდ მარხვაში წმინდა ეკლესია მოგვიწოდებდა სინანულისკენ, ახსარებისკენ და მრავალმა ჩვენგანმა შეისმინა ეკლესიის ეს მოწოდება და ბევრი მოვიდა ეკლესიაში, ახსარება თქვა, ეზიარა და შეძლების დაგვარად სული განიწმინდა. მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებმაც არ შეისმინეს ეკლესიის დედობრივი ხმა და არ მოსულან. რა არის ამის მიზეზი? ეს შეიძლება იყოს რაღაც მძიმე ცოდვა ან ცოდვები, რომლებიც ადამიანს აწევს სულზე და მაგრამ არ უნდათ ამ ცოდვებისგან განშორება, მათთან ბრძოლა არ უნდათ. უფრო ხშირად კიდევ მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი თითქოს ცარიელია, სულიერად მკვდარია, ახსარების გარეშე მიტოვებულია და ვეღარ გრძნობს განბანვის და განწმენდის, სულიერი განწმენდის აუცილებლობას. თავიანთ სხეულს უვლიან ესენი ზედმიწევნით, სულზე კი არ ზრუნავენ. აი, თუ მარხვაში ამაზე ვფიქრობდით ჩვენ სინანულზე, მარხვის შემდეგ ამ პერიოდში ჩვენ გვმართებს ვიფიქროთ იმაზე, რომ და ვიზრუნოთ, რომ აღარ დაუბრუნდეთ იმ ცოდვებს, რომლებიც მოვინანიეთ. აღარ გავიმეოროთ ისინი. და ჩვენი სული არ დავტოვოთ სულიერი საზრდოს გარეშე, ზრუნველობის გარეშე. როგორც გვასწავლის წმინდა პავლე მოციქული, სულს ნუ დაშრეთ. რას ნიშნავს დაშრეთ? ესე იგი, ნუ დაშრეთ ნიშნავს ნუ ჩააქრობთ სულს. აი ამაში შეგვეციოს ჩვენ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მადლი და სიხარული. როგორც გითხარით, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღე გახლავთ დღეს. როგორც გახსოვთ, ის სასწაულებრივად გამოჩნდა ზღვაში, ათონის ივერთა მონასტრის ახლოს და ჩვენმა ქართველმა ღირსმა მამებმა ის გამოაბრძანეს ზღვიდან და დააბრძანეს ტაძარში. მაგრამ მეორე დილას დახვდათ კარიბჭის თავზე, რის გამოც ამ ხატს ეწოდა კარიბჭის ხატი. როგორ არის დაუჯდომელში სიტყვები? გიხაროდენ სახიერო მეკარეო, სამოთხისა ბჭეთა მართალთათვის განმღებელო. მაშინ სადამე აი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი სამოთხის კარებს უღებს მართალ ადამიანებს და სამოთხეში უშვებს. სწორედ ამიტომ მივმართავთ ჩვენ მას, ასე გვაცხოვნენ ჩვენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელო. მხოლოდ მას მივმართავთ, არც ერთ წმინდა ადამიანს ჩვენ ასე არ მივმართავთ. და მადლობთ მას ამ დიდი წყალობისთვის, რომელიც ჩვენზე მოიღო, იმისთვის რომ ღირს გყო ჩვენ ქართველები
მისი წილხდომილი ერი ყოფილიყავით. და ამის ერთ-ერთი ნიშანი, რა თქმა უნდა, სწორედ ამ ხატის ქართულ მონასტერში მიბრძანება არის. ამ ხატის მეშვეობით, იმ სასწაულების მეშვეობით, სხვათაშორის არ არის შემთხვევითი, რომ აღდგომიდან მესამე დღეს არის ამ დიდებული ხატის ხსენება, როგორც საქრისტიანოს ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდისა. შეიძლება ითქვას, რომ სააღდგომო ხატია, სრულიად და ყველაზე გამორჩეული ხატია ივერიის ღვთისმშობლის ხატი. და აი ამ ხატის მეშვეობით, იმ სასწაულების მეშვეობით, უფალი ჩვენ გვახსენებს, რომ ის არტოვებს თავის შექმნილ სამყაროს, ის არტოვებს საქართველოს. და რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელიც მუდამ ზრუნავს ჩვენთვის და ევედრება ღმერთს ჩვენთვის, შუამდგომლობს მის წინაშე ჩვენთვის და ამ ხატის მოვლენებაც, როგორც გითხარით, არის ამის ერთ-ერთი დასტური, მისი ფარველობის და წყალობის და ამ ხატიდან გვეძლევა ჩვენ შეწევნა, რომ დავამარცხოთ ცოდვები და სული გადავირჩინოთ. ასე რომ კიდევ ერთხელ გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო, მინდა შეგახსენოთ ასევე, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში აღინიშნება დედაენის დღე, ქართული ენის დღე. ჩვენი ენა უძველესი, უმშვენიერესი და ასაოცრად დიდებული არის ერთ-ერთი დიდი საუნჯე ღმერთისგან ბოძებული. აი მისი უწმინდესობას და უნეტარესობას შეუდარებია ქართული ენა ღმერთისგან მომავალ მუსიკასთან. საღვთო სულიერ მუსიკას შეადარა, რომლის შენახვამაც განაპირობა ჩვენი ერის დღემდე გადარჩენა. ამიტომ გვმართებს ძვირფასო ძმებო და დებო, განსაკუთრებით ზრუნვა ჩვენი მშობლიური და უნიკალური ენის შენახვისთვის და გადარჩენისთვის. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ღმერთით აღდგომილმა მაცხოვარმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ღმერთით აღდგომილმა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ ინებოს საქართველოს დალოცვა, გამთლიანება და გადარჩენა და გაძლიერება და ქართული ენის და ქართველი ერის შენახვა და გადარჩენა ვიდრე მეორედ მოსვლის ჟამამდე. ამინ. ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა.